რაც დაარსდა სოციალური დახმარება დავდივარ და კილასონიამ თქვა ჩემი გოგო რომ მივიდა მე ამის დედა ყოველდღე ვაქარიო აი ყოველდღე რა მინდოდა იქა გეკითხებით მაგრამ რო არ მქონდა საშუალება თორე ხო არ მომესულიყავი ისე წესით მოვიდნენ და მაღალი ქულა მისცეს კიდე მე არ ვიყავი აქა რაზე მისცეს ეს მაღალი ქულა არ ვიცი გუშინ ის ბიჭი დაწერა არაფერი არ არისო ნახე შვილო მე ვაუბრუნე ხო არ დამალული არა მაგ მიდი ქათამიადად ის ეზოში და რა ვნახო წადი თუ ასასიმინდე თუ აყანა ეზოში წადი ნახე რომ მოდიხარ ხო უნდა შეამოწმო კარგად ხო და აბა რა სჭამთო და ახლა რა ვიცი მე რა აწამალი ვერ ვიყიდე გუშინ ატყვარ გვაძლევენ ისთვის არ გეკუთვნის დახმარება ვერ გამიგია აი ისთვის ამიხსნან მაინდა არ მინდა მაგათ შემწყდა აღაწევი და ეხლა ეს აიყვანა მეზობელმა თუ თვალში ვერ იყურება ეგება პოლისი მისცემა და ოპერაცია რა უკეთო და ეხლა მოვიდა გუშინ არ ამგონიაო თქვენო რომ ის მოგივიდეთო ისაო ქულა მოგივიდეთო არც ერთს არ აგაქვთ ისაო რა ეს კარგულობს ახლა ის და მეორე ხუთი და რამე ხო მე შეუძლებელი ეს არაშრომის უნარიანი ვარ სამივე ოჯახში და გეხმარებით მომავალში ახლა სტრიქია ეს აბა რა არის სტრიქი დაზარალებული აბა რა არის ხო და ახლა თანხა არ აგვაქვს რომ ჩვენ ეს სახლი გავაკეთოთ რომ ნორმალურ პირობებში მთელი ზამთარი ვიყოთ ხო ზამთარი რო გავატაროთ თხოვ დახმარებას თხოვდი მაგრამ აი ასე მატყუებენ ეხლა სამჯერ ვიყავი რომ ჩამოვედი ამ 3 თვის განმავლობაში სამჯერ ჩავედი და გიასთან მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს გიამ დაურეკა რომ ამ ქალს მიაქციეთ ყურადღება გიორგაძემ და ვანოჩინცაძე მითხრა რომ ბენზინი არ აგვაქვს მე გზაში შემხვდა წინების მაღაზიის წინ და რატო გელოდებით რატო არ მოდიხარ მანქანა არ აყვავსო აბა ბენზინი და მანქანა თუ არა მე რა დამეხმარება ვერ გავიგე ან რატომ ატყუებენ ეს იგი რაც დაარსდა სოციალური დახმარება კილასონიამ თლათ ამიხირა და მასხარად ამიგდო ეს ახლა ამოვიდა რომ იქ ნახე პატარა ფურნე გვაქვს ახლა უნთებდი ცეცხლს რომ პური გამოაცხოს რომ ბავშვებს აჭამოს კონკრეტულად ოჯახთან დაკავშირებით შეგვიძლია გითხრათ რომ ესე კონკრეტული ოჯახი შეუძლია მოგზაურობა გაყოფილებაში ახლა ნახე მე და დაწეროს განცხადება შეავსოს განცხადება და ხელახლა გადაულოცვი და მოხდება ქულის ხელახალი ქულის დადგენა განაცხადებასთან დაკავშირებით და რაც შეეხება იმას რომ ღებულობს და თუ არა რატო არ ღებულობს დახმარებას ხო ეს ყოველთვის შეგვიძლია გითხრათ რომ აი სოცაგენტი ოჯახში შეიმსო დეკლარაცია სოცაგენტი მოქმედებდა კანონის შესაბამის სასახელო დახმარების შესახებ შევსებულია დეკლარაცია ყველა გვერდზე მოწერილი აქვს ხელი ოჯახის სრულებიან წევრს ეს დეკლარაცია განთავსდა ბაზაში და დღესდღეობით აი ჩამოსული აქვს 91,000 ქულა რაც არ ითვალისწინებს არ დახმარების დანიშნულს და არც საპოლიციო ქულას მაგრამ გამოსავალს ხედავთ იმაში რომ გასულია 1 წელზე მეტი და ოჯახს უფლება აქვს დაწეროს განცხადება და მოხდეს ხელახალი გადამოწვევა